ახალი გზავნილი მოსკოვიდან და მწვავე რეაქციებით თბილისში რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებას პერიოდულად კონფრონტაციული რიტორიკის გამოყენებაში ადანაშაულებს. სწორედ ამ მიზეზით გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არ არის. საუბრის დროს ლავროვის მოადგილე ახსენებს ზურაბ აბაშიძესაც, რომელიც ამ თემის განხილვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა გარკვეული პირობებით. კარასინის განცხადების შემდეგ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ხდება ოპონენტთა კრიტიკის ადრესატი. რახან ამ საკითხის აქცენტირებას ახდენენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი მართლმადიდებლობაში, როგორც ჩანს, რაღაც ინტერესი არის მათი მხრიდან. ამ დასკვნას ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას აკეთებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რია ნოვოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების მიუხედავად, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის მზად ისევ არ არის. მიღწეულია ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს სრულად პასუხობს. ამავდროულად ქართული მხარე კვლავ არ არის მზად აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა. ოფიციალური თბილისი რუსეთის მისამართით პერიოდულად კონფრონტაციულ რიტორიკას მიმართავს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაწყებულ პოზიტიურ ტენდენციებს არ ამყარებს. ამას მუდმივად მეუბნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს. კი, ამ თემაზე გვისაუბრია და პასუხი ყოველთვის შეეფრიდან ასეთია, რომ არავისთვის დაპირება ჩვენ არ მიგვიცია, რომ შევწყვეტ რაღაცის კრიტიკას. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი არ განიხილება, ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემასთან მიმართებაში თვისობრივი წინსვლა არ მოხდება. როცა საელჩოა გახსნილი ცხინვალში, სოხუმში, როგორ უნდა ვისაუბროთ ხა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე. ეს იქნება გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის იმის თაობაზე, რომ საქართველოს აღარ აინტერესებს თავის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკა. გრიგორი კარასინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლებლობაც არ გამორიცხა, თუმცა სამოქმედო გეგმაზე მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშ ისევ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო დააყენა. კარასინის განცხადების შემდეგ სხვადასხვა მოტივით ქართულ ოცნებას აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც რუსეთის მიმართ რადიკალური პოზიციით გამოირჩევა და ნინო ბურჯანაძე, რომელიც რუსეთთან დიალოგის მომხრეა. კარასინის განცხადებაში მკაფიოდ ჩანს, რომ კი, ეს დასუსტებული საქართველო კარგია, მაგრამ საქართველომ კიდევ უფრო მეტი დათმობა უნდა გააკეთოს და დღევანდელ ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმს კარასინი და რუსეთის ხელისუფლება უყურებს როგორც საუკეთესო შესაძლებლობას რუსეთისათვის, რომ საკუთარი ინტერესები გააკეთოს. არ ვთვლი, რომ დღევანდელი ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, გაბედავს რუსეთთან სერიოზული და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვას. მე ველოდები კვლავ ძალიან ზერელე საუბრებს. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების არჩეული დიპლომატიური გზის პარალელურად მთელი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ განხორციელებულ არალეგიტიმურ ქმედებებს საერთაშორისო შეფასებები მიეცეს. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება ოდესმე ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელიც მაგალითად გადაიდგა გუშინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ცოცავი ოკუპაციის და ფარული ანექსიის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამას შევეგუებით, მაშინ ძალიან ცდება. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კრემლმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.